ოღონდ ჩვენ რო არ გავტესტოთ, მე 1.80 მეტარ 90 რო არ ჩავжდი უკან, შანსი არ არის, ბრატ. მოდი აბა. კაროჩი რაღაცა ხიფიში თუ მოვიდეს ჩემ ცოლს და ვიღაცას თავში რაღაცა რო ჩაარტყას, უეჭველი ამ ბაგაჟინგში ვერ დამალავ. ბევრი ხანია მინდოდა პიტისოტის ყიდვა, ბრატ. აი მინა მაგარი პიტისოტიც. და ვიყიდე. Fiat 500. და Fiat 500 აბართ. დღეს გვექნება ამ მანქანების შედარება. ნუ, როგორ შედარება. Просто ვნახავთ როგორია Fiat 500, თავისი ატმოძრავი და იგივე უფრო მამაკაცისთვის აბარტი. Короче, პრასტოიდან დავიწყოთ რა. მოდი. ეს მე უყიდე ჩემ ცოლს. საჩუქრად რა. ნუ რავი, გავიარე, გამოვიარე მე ამხელა კაცი. დავჯექი, ვიკაიფე. 5-7 ლიტრას წვავს, გაასწორა რა. 1.4 ატმო არის და კარობკა ავტომატია რა. მოდი. თავარი რაც უნდა განახოთ, კაროჩი რაღაცა ხიფიში თუ მოვიდეს ჩემ ცოლს და ვიღაცას თავში რაღაცა რო ჩაარტყას, უეჭველი ამ ბაგაჟინგში ვერ დამალავს. შანსი არ არის. და თუ იცით როგორ ვაჩუქე მე ესა. ნახე რამხელა ბანტიკი მაქვს. შანსი არ არის და მექნება ჩემი ჯიპი გამოსაყვანი. იმ მანქანაზეც იგივე ამბავი არის რა. რავი, მეტი მაგარ რაღაცას განახევთ. ხო იცით რომ ეს არ არის 2 ადგილიანი, არის 4 ადგილიანი მანქანა. ანუ წესით 2 ადამიანი წინ დაждდება და 2 ბავშვი უკან, თავისუფლად. ოღონდ ჩვენ რო არ გავტესტოთ, მე 1.80 1.90 რო არ ჩავжди უკან, შანსი არ არის, ბრატ. მოდი აბა. შემოიწე აბა რო ვჩანდე. გამოწი უკან, გამოწი. ის გამოწი. Короче, იტოქში ვიღაცა მსუქანი ჩემნაირი თუ არ დაждდება წინ, ძალიან საკაიფოდ იждებით რა. ანუ წესით 2 ჩემნაირი წინ რო დაждდეს და ჩვენი ცოლები გამხდარები რო დაждდეს უკან, ნიჩევო რა წავა. ოღონდ შანსი არ არის აქ რომ უკან ვიждდე, იმიტომ რომ თავს ურტყავ აი აქა. მე რა გითხრათ რა. რავი, ტეხავს რა უკან ჟდომა, არც სიგარეტსაც ვერ მოწევ, ფანჯას ვერ ჩაწევ. მოჩი იტოქში დაჩაგრული უკან ზიხარ რა. გადმოსვლაც არის სასაული რაღაც. უი მიჩი. გადმოვედი, კაია. ასწორებს რა. ძრავი განახოთ რა მაგარი არის. იმინა ზვერია, ბრატ. გაჩვენებ ახლა. შეხედეთ რამხელა ძრავი არის. 1.4 ატმო არის. რავი, საკაიფოა რა ქალაქისთვის. თქვენი ცოლი, თქვენი შეყვარებული რო იაროს, იდეალურია რა. დასას რო უყიდოთ, გაასწორებს. თან პატარა არის, სადაც გინდა გააჩერებ, როგორც გინდა ივლი. Просто რავი, ჩემთვის მაინც 370 Z-ის მერე და ჩემი ჯიპის მერე ცოტა მენელება. ოღონდ ქალაქისთვის ყოფნის რა. ზედმეტი არც უნდა. აი ეს უკვე მოდით გადავიდეთ აბარძე, ბრატ. ეს არის იმინა პიზდეც არის რა. ჯერ ერთი. აი ამას შეხედე, 17-ები აყენია. 17-ები სიმპათიური დისკები. განსხვავება რაც აქვს, ანუ ვიზუალზეც აქვს, ანუ წინა შიტოკები სხვანაირია აქვს. აი აქ Fiat აწერია, აქ აწერია აბარტი. მერე რა არის განსხვავება? აი გვერდზეც რო შეხედავ რა. კარნიზები სხვანაირია აქვს. უფრო დაწეული არის მანქანა, ანუ შედარებით ახლა უკანები რო შევადაროთ. აი აქ, ნუ ორი თითი ეტევა. იქ ფეხს ჩავდებ რა. თან ეს ცოტა გაკეთებული არის. გაჩვენოთ რა არის გაკეთებული? ჯერ მთავარია. მე რამხელა ქარი არის. ჯერ მთავარია რა, რატო არის უფრო კაცის მანქანა, იცით? მექანიკაზე არის, 1.4 ტურბო არის. მოდი. აი, ბრატ. შემშვები გაკეთებული აქვს, ოღონდ მეც უნდა გადავაკეთებდი, იმიტომ რომ მაინც მანქანა რომ მიდის, აქედან ხაერი არ შემოდის კაპოტიდან. ანუ ძრავიდან მიდის ცხელი ხაერი, ხო და ზაფხულში არის.
ოღონდ ეს არის ამანქანისთვის რა გათვლილი და ასე ყიდიან. ზოგი აბართი მაქვს ნანახი, აი აქა ვოზდუხაზაბორნიკი აქვს რა. ხო და ხაერი შედის იმისთვის წავა. ამას ტურბინა აქვს შეცვლილი, გარეტის ტურბო უყენია. მე როგორც ვიცი, როგორც ამიხსნეს, ანუ წეს ამანქანებში ძალიან არ ვერკვევი, ანუ პირველად ვიჯექი დღეს ამანქანაზე, ამაზე 1-5 6 ვარ ნაჟდომი რა, ანუ ის როცა გადაყვანა მჭირდება და ან სამე შორს რომ მივიდიოდი, მე ხომ შიშარავალ და რულზე მე ხომ დავიждე. ამაში ყენდება სხვა ტურბო, ამას უყენია გარეტი. მე ზეთის oil catch-ი არის. კიდე რა ეს, როგორც ვიცი, გამშვებია გაკეთებული და ყველაზე რაც ასწორებს რა. ეხლა განახეთ ერთ წუთი. ნახეთ რა პრიკოლნი ხმა აქვს რა. აი პროსტა მოусმინეთ. ხო მაგარი ხმა აქვს, ამანქანაზე კიდე როგორც პატრონმა მომიყვა, ცივი სვეჩები აყენია, შკივი არის შეცვლილი. ოღონდ არ ვიცი შკივი რის გამო არის შეცვლილი, თქვენ კომენტარებში დაწერეთ თუ ეჭველი. იმიტომ რომ აქ უბრალოდ ტურბო არის, ანუ ტურბო კომპრესორი რო იყოს, კიდე კი მესმის, შკივი შეცვლილი და უფრო დიდი ბუსტი ექნება. აქ არის უბრალოდ ტურბო რა, როგორიც უნდა იყოს. გამშვები გაზებით რომ მუშაობს რა. კიდე მთავარია, ნახეთ, არის განსხვავება გასაღებებში. აქ Fiat აწერია, აქ აბარტი. და აქ ნახეთ, გასაყვარელი ბრილოკი არის, აი. ერთ რაღაცას შემოგთავაზებ. ხო არ გავიაროთ, რას თქვი? ოპერატორ. პაიხალი? წამო, ჩაჯექი, მოდი ჯერ ამაში ჩავჯდეთ. იმაში. და მე უფრო საინტერესო ბოლოზე დავტოვოთ, წამო. ჩავჯექით მანქანაში, ინტერიერს რა შეხება, პროსტა შეხედეთ, რა სიმპათიური არის. ანუ ყველაფერი ისეთი რა, საყვალელია რა. და ზიო. ეხლა გავივლით. მე ვიცი რომ ძალიან სწრაფი არ არის, ამას აქვს სპორტ რეჟიმი. სპორტ რეჟიმში ჩავრთავთ აბა ჩვენ ნიხუიასიბე. სპორტ რეჟიმი გჭირდება. ცოტა თმები მაქვს შესაძლებელი, ხო? მაგ ხო? უეჭველი მე შევიჭრი. აუ, იცით რას მოგიყვებით კიდე? ხვალ მივდივარ ბათუმში. ხო და აბა თუ გამოიცნობ რა უნდა გავაკეთო? ამის ვიდეოში მაქვს ნათქვამი. ანუ ეხლაც კიდე ერთხელ გეტყვით. უნდა გადავიღო GT-R R35. ჩემი ზმაკაცი არის ჩამოსული რუსეთიდან თავისი მანქანით და ის მანქანა უნდა გადავიღო. თან გავივლით იმ მანქანით, გამოვივლით. დამპირდა რომ რულზე დაждები და თუ გინდა იგაზავეო. რავი, მე მაგრამ ეშინია იმ მანქანით გაზავობა, იმიტომ რომ რამე რო გამიფუჭდეს იმ მანქანაში. მაგარ შარში ვარ, ჩემი მანქანები გაზაყიდი მეკდება. ესეც გაზაყიდად წავა. ხოძე რაც შეეხება რა, ანუ კომფორტზე რაც გეტყვი, აუ, თავარია. ESP მქონდა გამორთული, ამის იმ პროსა ვეგაზავებოდი აბარტს რა. რაც შეეხება კომფორტს. რავი, არ ვიტყვი ახლა რომ ბიზნეს კლასის რაღაცა პატარა მალალი ტრაშკა არის. ოღონდ რეალურად ქალაქში სასიარულოდ წავა რა. Bluetooth-იც აქვს ამას, ტელეფონი შეიძლება რომ დააკავშირო. ოღონდ ვერ გავიგე როგორ. ანუ 1.5 საათი ვიჯექი ჩაეჩოვდი, ოღონდ მაინც ვერ გავიგე და იტოქში ვიყიდე AUX შნური. აი, შნური შევაერთებ და ვთავ მუსიკას. Danci era cruizia, cruiz ჩართავ, აი ესე კანოჩი დაждები და იკაიფებ რა. ანუ მე სულ დავდივარ აი აქ არ მომწონს. ანუ ხელის დასადები არ აქვს რა აი აქ. და დავდივარ აი ესე. რავი, ქალაქში ადგილიდან ადგილზე რო გადაადგილდე, ზე იდეალურია რა. კიდე ხო, ბევრი ვარიანტები არის, რომელიც შეგიძლია ნახო, იყიდო, შეიძლება ვიღაცა, რომელიღაცა უფრო სწრაფი იქნება, უფრო კომფორტული, ოღონდ ფასიც იქნება სხვა. ამ მანქანაში მე გადავიხადე $4,300. ახალი ჩამოყვანილი არის და ჩამოყვანილი არის დაურტყმელი. ანუ ოდნავ პატარა რა, ცივად რაც გამოვა ისეთი, ოდნავ მიჩლებული აქვს უკანა კრილოზე. მეტი ისეთი საგანგაშო არაფერი არ ქონდა და რავია, ამ ფაში რაც მე მანქანებს უყურებდი, კიდევ ვფიქრობდი
ჯუკის ყიდვა მინდოდა. ოღონდ მივედი და მანქანა დაგხვეყე გავიარე და პერებოი დავბრუნდი. ვეძებდით რატო არის პერებოი და მეორე ცლინზე იყო პერებოი. ოღონდ ტურბოძრავებზე ცოტა პერებოის რო იკიდებს მარტო ბაბინის ბრალი შეიძლება არ იყოს, შეიძლება უფრო რაღაც სერიოზული კონდეს და რავი არც მომეწონა თან ვარიატორებიც არ მიყვარს. აქ ავტომატი არის უბრალო რა, პრასტოი 6 სიჩქარიანი ავტომატი. თან ნახე ელექტრონიკი არის კიდე походу რა. ვიზუალზე მართლა ძალიან საყვარელი არის. პატლა ბიბიკა რა. რავი ახლა მოვტრიალდეთ აბარდზე გადავждებით და იქ უფრო ვიკაიფებ რა. ანუ რეალურად ჩემთვის აბარდი ჯობია. ჩემთვის თუ ვიდრობდი მანქანას უეჭველი იქნებოდა აბარდი. ანუ 100%-იანი. ოღონდ ახლა რეალურად მე რო არ ვინერვიულო რა. ჩემი ცოლი წყნარად რო იაროს და ნელა რო იაროს. ეს ჯობია. ჩემთვის უეჭველი აბარდს ავიღებდი. რავი ნერვები არ მაქვს რა 28 წლის ვარ უკვე დაუბერდი. რავი ახლა გავაჩეროთ სადმე და გადავждები აბარდს. ჩართე? აბარ. გადავჩეკით უკვე სლიპერში. არა, რეალურად სლიპერიც არ არის. რავი, მაინც და მაინც მე უფრო უკანა წაყვანი მომწონს, ოღონდ რავი, შემპონში რო გაისწორო კონდიციონერის ჩავრთავ უეჭველი. კონდიციონერის გარაჟში არ დავდივარ ზაფხულში მე. დაჟე ვღადაობდი საგაზაოთ რომ მიდივარ სადმე ხანდახან მავიწყდება კონდიციონერის გამორთვა. რავი, ახლა ამაც რაც შეეხება რა. ვაფშე სხვანაირი მანქანაა რა. ანუ რეალურად რულიც სხვანაირი აქვს, რული უფრო ანუ საკაიფოა რა, იმინა ასწორებს. მექანიკა არის 5 სიჩქარიანი. ვიზუალზეც ახლა რო შეხედა უფრო ვითომ დერსკად გამოიყურება რა. გამშვებიც. ხმაც აქვს სასიამოვნო რა. და ახლა რო ვთქვა რომ ძალიან სწრაფია რაღაცა სასწაული არა, он რავი, მაგარი პრიატნი ხოძეა რა. ანუ იმინა 180 ცხენის ზალა აქვს სტოგზე რა. ამას ახლა აქვს საბურავზე აქვს 180 ცხენის ზალა. და რავი, ჩემი აზრით რავი, ამ წონისთვის ძალიან საკაიფოა რა. ანუ ყოფნის. თან походу ცოტა სვავს. ეს სვავს დაახლოებით იგივეს. ოღონდ ახლა წყნარად რო იარო, როცა იბუსტები, გაზაობ და რაღაცეები, უკვე ხო, ბევრად სვავს ვიდრე პრასტოი. ოღონდ მაინც სხვა აშუქებებს გაძლევს რა. ოღონდ მაინც პოპკორნიც აწერია მაშინ. აუ, სპორტ რეჟიმი არის ამაზეც და ABS-ის გამოირთვება. აუ, პოპკორნი პრიკოლნია რა. ოღონდ ერთადერთი იქნებოდა უფრო კაი რომ როგორც ჩემ მანქანაზე არის რა, როცა გამისორდება პოპკორნი ჩავრთავ, როცა გამისორდება გამორთავ. ამებზე მე როგორც ვიცი, ანუ პროსტა წერემ პოპკორნს და ნასტროიკას. ანუ სულ არის რა პოპკორნი. ხო და ეხლა პატრონმა რო გამაჩეროს და მკითხოს პოპკორნი გაქვს, მე რო ვეტყვი, არა, მეტყვის დააგაზავე და ვერც გამორთო რა, ეგეთი თემა არის და შეიძლება დამჯარიმო. რავი, მეტი რა გითხრათ. ამას აქვს უფრო მყარე დაკიდების სისტემა აქვს. სპორტ მე როგორც ვიცი, ისა რეგულირებადი აქვს დაჟე. მე თუ არ მეშლება. დაჟე რეგულირებადი თუ არ იყოს, ანუ სტოკი იყოს პროსტა რა. აბარტის დაკიდების სისტემა უფრო მყარე არის რა. უფრო მოსპორტულო არის. საღო. ანუ რავი, ასწორებს რა, პატარა ბიბიკა არის. მართლა. ხარ ვიყიდო
ოღონდ რამე მაგარი ავაწყო. არა მე თუ ვიყიდი უნდა გავთამაშო მე რამე. ხო და მე დავპირდი რომ უკანა წამყვანი იქნება მანქანა რომელსაც გავთამაშებ. ვინც არის ის გაგახსენებთ რომ წლის ბოლომდე არა დამელოდე წლის ბოლომდე 100,000 გამოწერით თუ მქონდეს ჩემს 360-ზეც ვათამაშებ. და კიდევ თქვი რომ 30,000 გამოწერზე პროსტა მანქანას გავათამაშებ უკანა წამყვანს ახალგაზრდა ბიჭისთვის რა რო გაასწოროს. და იქნება მექანიკაზე უეჭველი. თავადია მივიდეთ 30,000 გამოწერამდე, ხო? არა, უეჭველი ისა. თუ მოგწონთ ეს მანქანა უეჭველი კომენტარებში დაწერეთ, იმიტომ რომ აბარტი მე გამისწორდა რა. პრიკოლნია რა, სათამაშო მანქანა, რა. ერთი სათამაშო ხომ ყავს, ხო და ბარემ მეორეც. თან ახლა ორი ფიატი ხო გვეყოლება ეს თუ ესნაირი თუ ვიყიდე. ვაფშე გაასწორებს, ბრა. ერთი მანქანის ადგილი რო არის, ორივე მანქანას დავაყენებთ. ხო მაგარი რაღაც არის. თან მე როგორც ვიცი ეს მანქანა იყიდება, ამ მანქანას ყიდიან $5,000 მგონი ყიდიან თუ 5,500-ში რაღაცა დაახლოებით ამ ფასში ყიდიან. ვინმეს თუ გაინტერესებთ, MyAutoზე უდევს. შედით, წაიკითხეთ თუ გინდათ თუ აპირებთ ვაფშე ყიდვას. გამოდით ნახეთ ეს მანქანა. 4 წელი ეს მანქანა ყავს ჩემი დის დაქალს. თან შრომელი თან დაქალია რა. მე ვიცი ამ მანქანას რა ანელებს ყველაზე მაგრად. ჩემი წონა რა. მაგრა გამისწორდა. ასწორებს რა თავისი მუღამი აქვს რა. ეხლა რო შევხედავთ ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭი თუ უნდა ყიდვა მანქანის. თან ამ ფასში როგორც ვიცი 5-დან 7-მდე ღირს რა. აბარტები. პრასტოები 4-დან, ნორმალურები 4-დან იგივე 7-მდე ადის. თუ გინდათ რო იყიდოთ რამე საკაიფო, ცოტა რო წვავდეს, თან მექანიკაზე თან ხანდახან რო ჩააჭიროთ, აბარტი მაგარი კაი ვარიანტია რა. Ford არის კიდე იგივე ფასში დაახლოებით. ST ისიც ტურბოზე არის. რავი, ზოგს ეს მანქანა უფრო მოწონს ვიზუალზე და უფრო გაუსწორდება. თან მაინც იტალიური არის. Ferrari-ის ძმა არის, просто უცროსი ძმა რა. Ferrari-ის პატარა ძმა. მართლა Ferrari-ის პატარა ძმა, რა, შეიძლება. კაი, მეგობრებო, ამაზე დავასრულებთ ამ ვიდეოს რა. საგაზაოთ ეხლა არ გავალთ. დავასრულებთ. შემდეგ ვიდეოში GT-არი გელოდებთ. უეჭველი გამოწერეთ არხი. დაალაიკეთ, კომენტარებში დაწერეთ რა. მე მაინტერესებს თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამ მანქანებზე. აბარტი კი კაცისთვის ჯობია, მაგრამ ამ მანქანაზეც რას ფიქრობთ დაწერეთ კომენტარებში. რავი, ვიდეოს დასრულება ძალიან გამეწელა, ამიტომ მეგობრებო დროებით